წინა საარჩევნო პერიოდში თავმჯდომარის გადადგომის მიუხედავად ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. Როგორც ცესკოში განმარტავენ განვითარებული მოვლენების ფონზე საარჩევნო სუბიექტებისთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ამომრჩეველთათვის არაფერი შეიცვლება და საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. Ვინ გამართავს ოქტომბრის არჩევნებს თუ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს ვერც კომისია და ვერც საკანონმდებლო ორგანო აირჩევს, ამაზე ცესკოს პრესპიკერი საუბრობს. ცესკოში არ მოხდა არჩევა და შემდეგ ამ პროცესმა გადაინაცვლა პარლამენტში და პარლამენტმაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. Ამ შემთხვევაში ეს პროცედურა ისე უნდა განმეორდეს და იგივე ვადებში რა ვადებიც არის გაწერილი კანონმდებლობის მიხედვით. Როგორც ეხლა გვაქვს ვითარება, რომ თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის ფუნქციებს, შესაბამისად ამ ფუნქციებს ასევე საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე საუბრისას საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტი ისეთ კანდიდატებს წარადგენს, რომელსაც პარლამენტი არ დაამტკიცებს. შედეგად კი კახა კახიშვილის თქმით, არჩევნებს დავით კირთაძე ჩაატარებს, რომელსაც ცესკოს კომისიის წევრების ვადა ამოწურული აქვს და ამ პოსტზე დე-ფაქტოდ მუშაობს. მისივე განმარტებით, ეს კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის, თუმცა გარკვეულ უხერხულობას ქმნის. კახა კახიშვილი ხარატიშვილის გადაწყვეტილებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი განცხადება პოლიტიკური გადაწყვეტილების ტოლფასია. ცოტა უცნაურად მიმაჩნია, თუ ამ ბატონი ზურაბ ხარატიშვილი ემზადებოდა პოლიტიკაში შესვლისთვის, ამას სჭირდება გარკვეული დრო, ანალიზი. ახლა გამოდის, რომ ეს გადაწყვეტილება მას მიღებული ჰქონდა მანამდე. და თუ მიღებული ჰქონდა მანამდე, ხომ შესაძლებელი იყო არჩევნების გამოცხადებამდე გაიგეთებინა ეს განცხადება და თავისუფლად დარეგისტრირებოდა არჩევნო კანდიდატად. ისე რომ პრობლემა არ შეიქმნებოდა, არანაირი უხერხულობაც არ შეიქმნებოდა. არჩევნების ლეგიტიმაციაზე ეს არანაირად არ იმოქმედებს. უბრალოდ ერთ-ერთი უხერხული მომენტი შეიქმნა. თავად დავით კირთაძე აცხადებს, რომ მისი კომისიის წევრობის ვადის ამოწურვის შემდეგ პარლამენტში არაერთხელ იქნა წარდგენილი მის შემცვლელთა კანდიდატურები, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია. კირთაძის განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად ის უფლებამოსილია ხარატიშვილის შემცვლის არჩევამდე ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობების შეასრულოს. პარლამენტში იყო წარდგენილი არაერთჯერ კანდიდატები, ეს რომ პარლამენტს უნდა ერჩიათ, ადგილმონაცვლე ასე რომ ვთქვათ ჩემი, იმ შემთხვევაში თუ აირჩევა ახალი წევრი, უფლებამოსილება მიგრძელდება მანამდე, სანამ ახალი არ იქნება არჩეული. ასე რომ ესე არის და ამ შემთხვევაში მე უფლებამოსილება მაქვს და სანამ ახალი არ არჩევა, ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარადგენს. სავარაუდო კანდიდატის დასახელებისგან ეკა გიგაურმა დღეს თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ის და პარტნიორი ორგანიზაციები ერთ კანდიდატზე შეჯერდებიან. გიგაურის შეფასებით, წინა საარჩევნო პერიოდში ზურაბ ხარატიშვილის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება გამართლებული არ არის. ამ პოზიციას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაშიც იზიარებენ და აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნებოდა ზურაბ ხარატიშვილს საპრეზიდენტო არჩევნები ჩაეტარებინა და შემდეგ გადამდგარიყო. საარჩევნო პროცესებზე ალბათ არსებით გავლენას ნამდვილად ვერ მოახდენს ეს შემთხვევა, მათ შორის არც არჩევნების დღეს დაემუქრება რაიმე საფრთხე, თუმცა ბუნებრივია, რომ ესეთ პერიოდში, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მოულოდნელად მიდის, რაც ყველასთვის მოულოდნელია, საარჩევნო ადმინისტრაცია გარკვეულწილად და მოუმზადებელი შეხვდა ალბათ ამ პროცესს. თუ გავითვალისწინებთ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და თუნდაც იქ არსებულ პოლიტიკურ ძალთა მდგომარეობას ცესკოში, ბუნებრივია ეს გარკვეულ ხარვეზებს მათ საქმიანობაში წარმოშობს. უმჯობესი იქნებოდა, თუ ეს თქვა ცესკოს თავმჯდომარე იქნებოდა ჩაატარებდა ამ არჩევნებს და შემდეგ გადადგებოდა. ახალდანიშნულ ადამიანს დაჭირდება გარკვეული დრო, რომ გაერკვეს სიტუაციაში. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ იმ მხარეებმა, რომლებიც ჩართულები არიან ზოგადად ამ ადმინისტრაციის ახალი უფროსის არჩევაში, მათ შეიძლება ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური დისკუსიებისთვის და დაპირისპირებისთვის. გარკვეული რეფორმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თვითონ ადმინისტრაციული თვალსაზრისით არის ჩატარებული. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ პროცესმა ზოგადად ადმინისტრაციის მუშაობაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადებით პარლამენტს გუშინ მიმართა. ზურაბ ხარატიშვილის მიერ პოსტის დატოვების მიზეზებზე ცესკოში არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ დამატებით განმარტებებს ზურაბ ხარატიშვილი თავად 15 აგვისტოს გააკეთებს. ხარატიშვილი ოფიციალურ შებულებაში იმყოფება, მის მოვალეობებს კი უკვე გუშინდელი დღიდან მისი მოადგილე დავით კირთაძე ასრულებს.